თემირლანი 20 წელს გახდებოდა. ეს ერთი წელიწადია მე სახელმწიფოს ვეკითხები, რატომ მოვკალით თემირლანი? რატომ მოვკალით ეს ბაუში მძინარე? რატომ მოვკალით ეს ბაუში თავის ოჯახში, თავის ლოგინში მძინარე? მე ამას ვეკითხები მთელი წელიწადი. ეს იყო ტერაქტი. ეს ტერაქტი იყო, სხვა არაფერი. ეს როგორც იძახიან სპეცოპერაცია არ იყო. არანაირ სპეცრაზმერს არ შეეშლია, სპეცრაზმერს ჰქონდა ეს დავალება, მან მოვიდა ის დავალება შეასრულა. დაჯერე პრობლემა არ არის. უფრო თბილად ვიქნები დაჯერეთ. დანდებოდი. ზუგდიდიდან გახავართ და მამამ გამომატანა ეს. ინშალლა. ეს ყურანია ხო ინშალლა. დანდებოდით? რაც შეეხება ამ საუბრებს, ჩვენ მართავენ ნაციონალები, მათი დაკვეთით აქ ვდგავართ, ეს არის სრული სიცრუე. მე პირადად არავინ არ მართავს. მე მართავს ჩემი გონება და ჩემი გული. ამავეს ვიტყოდი ზაზაზეც. მე გაერთიანებულ ოპოზიციას ვუჭერ მხარს და იმისაც არ შევრცხება, რო თქვა ნაციონალურ მოძრაობას ვუჭერ მხარს, რო თქვა მიხეილ სააკაშვილს ვუჭერ მხარს, არც იმისი შემწყება. მე მივიჩნევ პირდაპირ ჩემი მოსისხლე მტრებად ქართულ ოცნებას. ეგ ერთი, მეორე, რაც მოხდა ნაციონალების დროს პანკის ხეობაში, რაც მოხდა, ეგ საქმეში ჩახედული ადამიანები ბევრნი არიან და იციან ზუსტად იქ რა მოხდა. ეგ მეორე. მესამე, თემირლანი ტყეში არავის არ მოუკლავს. თემირლანი იარაღით ხელში არავის არ მოუკლავს. თემირლანი მე კი არ მომიკლეს, თემირლანი მთელ ხეობას მოკლეს. მაგრამ როგორც ასეთი ამ სუსის ზეწოლის შემდეგ მოხდა ასეთი რაღაცა, ეს ადამიანები გაიყვნენ ორ მხარეს და დაიწყეს ლაფანყურზე საუბარი. აქამდე სად იყვნენ? აქამდე სად იყვნენ იმ ლაფანყურზე დღეს რო საუბრობენ? რომელი ერთი დააჭერინეს, რომელმა გამოიძიეს, რომელ შესტყიოდა აქამდის თავი. ეხლა რო აიგდეს ეს ლაფანყური, მეც ვთქვა ლაფანყური. მე დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული კი არა, მე ვფიცავ მაღალ ღმერთს ალლაჰს, მათზე ვისიც შინაურები არიან იმ ლაფანყურის დროს დაღუპული ბიჭები, მათზე მეტად მტკივა მაგაცე გული. როცა ნაციონალებმა ჩაიდინა ეს ლაფანყურში, მაშინ მთელი ხეობა, მე, ჩემი ოჯახი, ყველანი წინააღმდეგი წავედით და გარეთ გამოვედით, ოცნებას ხმა მივეცით. მთელმა ხეობამ. დღეს მასზე 10 ჯერ მძიმე დანაშაულია ხეობაში ჩადენილი. დღეს რატო გაიყვნენ ნახევარი იქით, ნახევარი აქეთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი გააკეთა სუსმა. ამ ხელისუფლებისგან იმას არ ველი, რომ ესენი იტყვიან მაგას, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო შეცდომა დაუშვა. მე მაქვს ხალხის იმედი. მე იმიტომაც ვდგავარ აქ, რომ ხალხმა დაუსვას ამ ადამიანებს წერტილი. მე იმიტომ ვდგავარ აქ ბოლომდე გავაგებინო ქართველ მოსახლეობას
რომ თემურლანი ეჭვმიტანილიც კი არ იყო ტერორიზმში. თუნდაც ეს კარავებიც რო არ იყოს, თუნდაც მოგვიწვიოს თოვლშიც, ყინვაშიც, გარეთ, სიცივეში, მაინც აქ ვიქნებით, აქედან ფეხს არსად არ გავდგავთ, სანამ არ დაეშება ის ყველა ადამიანი თემურლანის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის გომელაური, ეს არის გოგაშვილი, ეს არის ჩიმაკაძე და იქ არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ ხელების სიცხში ამოსული თემურლანის საქმეზე.